დაბრუნდით. დაბრუნდით ეთერში. ფოთიდან. ჩვენ ფოთიდან თბილისში ვბრუნდებით, საქართველოში ვბრუნდებით. ფოთი საქართველოა კაცო. ხო, არა. დედაქალაქში დავბრუნდით. ბატონო, კი, ეთერში ვბრუნდებით. პირდაპირ ეთერში. სადაც მარიკა დარჩია, გვიერთდება დღეს ჩვენი სეზონის ბოლო გადაცემა არ არის, მაგრამ თქვენი ბოლო ჩართვა არის, ხო? და ერთად შევაჯამოთ, როგორი იყო? მოდით ყველა ეს ოთხშაბათი. კი ბატონო, შევაჯამოთ კიდევაც და მაინც მინდოდა რომ ისეთი სტუმარი შემოვინახე. ბოლო გადაცემის პრაქტიკულად შემოდგომიდან ერთად ვართ, ყოველ ოთხშაბათს ხვდებით ერთმანეთს, ვცდილობთ რომ გარკვეულწილად რთული დრო გვაქვს, ხო, ბევრი რაღაცით, მაგრამ მინდა ხოლმე რომ აქედან რაღაცა სხივები ამოვკრიფო, პოზიტივი, სწორედ ამასაკს რაც ეხება და აი ეს გმირი, რომელიც დღეს მინდოდა, ხო, რომ ყოველთვის ყავდა სტუმრები, პროექტები და ასე შემდეგ, აი ეს სტუმარი, რომელიც ძალიან მოგვიბოდიშა რომ ვერ მოვიდა ჩვენთან სტუდიაში, იმიტომ რომ აქაც საქმესთან არის დაკავშირებული და რაღაც საერთაშორისო კონგრესში უნდა ჩართულიყო ეს დაგეგმილი იყო და ონლაინ, ამიტომ ელგუჯა მეძმარიაშვილი მყავს სტუმრად დღეს. ვარაჩვეულებრივი. ელგუჯა მეძმარიაშვილი, რომელიც კითაც ჩვენი სტუმარია 80 წლის. აი ძალიან საინტერესო, ძალიან აქტიური დღესაც. და რატომ შემოვინახე იცით ამ დღესთვის, იმიტომ რომ აი ეს დღე სწორედ 22-ის პერიოდია, როდესაც აი პირველ მზადდებოდა და უნდა გაეშვათ და ეს ძალიან დიდი ეს იყო, ასე ვთქვათ, რისკიც თითქოს, ხო, რომ კონსტრუქტორი აი ამ ობიექტის, რომელსაც ჩვენ ახლა პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის გენერალური კონსტრუქტორი იყო. და 27 წლის წინ, როგორიც იყო ელგუჯა, ასეთივეა დღეს, აქტიური, საინტერესო, უამრავი საქმეში ჩართული. და თან იცი რატომ მინდოდა, ყოველთვის უფრო ადვილია ხოლმე რომ აი ამ ჩვენი თემისთვის ვიპოვოთ ისტორიკოსი, ჰუმანიტარი, მომღერალი, მაგრამ აი ის რაც ჩვენ ქვეყანას ძალიან ჭირდება, ტექნიკური გონი, ინჟინერია, კონსტრუქცია, თუ გინდ სამხედრო საქმე, ეს ჩემი აზრით ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია. მე მყავდა 27 წლის წინ, ეხლა გამახსენდა ბატონი ელგუჯას სწორედ სტუმრად ჩემ გადაცემაში, როდესაც მაშინ ბატონო გზავროხაძეს მიყავდა ეს გადაცემა, მე მისი პროდიუსერი ვიყავი, მყავდა სტუმრად დღის ბოლოში, როდესაც ეს გაუშვა. ხო, აი 20 ხვალინდელი დღე არის დაწესებული პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის დღე. ეს შეტანილია და ამიტომ ამ დღისთვის შემოვინახე. ელგუჯა მეძმარიაშვილი, რომელიც არის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, ვახტანგ გორგასლის ხარისხის ორდენის კავალერი, ღირსების ორდენი აქვს მას, თბილისის საპატიო მოქალაქეა და არა მარტო თბილისის, სხვათა შორის მცხეთისა და ბათუმისაც. საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატია, медаლი აქვს შრომითი მამაცობისათვის. 80 წლის ელგუჯა მეძმარიაშვილი. მარიამ შეწერულის არაჩვეულებრივ, აი როგორ ყვება თვითონ და მე მინდა რომ ყველამ აი რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მოისმინოს, იმიტომ რომ რაღაცნაირი აი რაღაცა სიამაყით ავივსე, ისე ამბებზე გვესაუბრება ბატონი ელგუჯა. სიამოვნებით მოვისმენთ. მისრულდება 80 წელი, ვარ აკადემიკოსი გენერალ-მაიორი ელგუჯა მეძმარიაშვილი. მე-20 საუკუნის ბოლოსთვის საქართველოს თითქმის ყველაფერი გააჩნდა, რაც კაცობრიობამ მანამდე შექმნა. მას არ ყავდა მხოლოდ თავისი კოსმოსური ობიექტი გაშვებული ორბიტაზე. და 1999 წლის 23 ივლისს ყველასაგან მოულოდნელად სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ გასაჭირში მყოფმა საქართველომ
შეძლო ორბიტაზე გაეყვანა პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი. ივლისს დაიწყო მისი გამოცდები, ის წარმატებით გაიშალა, თლიანად გაიშალა. შემდეგ ჩატარდა გამოცდები და გამოცდების შემდეგ უკვე 28 ივლისს პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი ჩამოსცილდა ორბიტულ სადგურს და დაიწყო დედამიწის ირგვლივ დამოუკიდებელ თანამგზავრულ ორბიტაზე მოძრაობა. ეს იყო ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა. აი ამ მომენტიდან საქართველოს კიდევ დროის ათვლის ერთი ახალი სისტემა დაიწყო, იმიტომ რომ მას ძალიან ცოტა სახელმწიფოებს შორის შეეძლო ეთქვა, რომ ის იყო კოსმოსური სახელმწიფო. ამასთან დაკავშირებით დაწესდა პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის დღე 23 ივლისი, როგორც ისტორიაში განსაკუთრებული მოვლენის და მნიშვნელობის დღე. ეს ფაქტი და მოვლენა შეტანილია კოსმონავტიკის უმნიშვნელოვანეს ქრონიკათა ჩამონათვალში. როგორც ევროპული კოსმოსური სააგენტოს ოფიციალური მასალები ამტკიცებენ და ამასთან დაკავშირებით ბევრი ლიტერატურულ წყაროებში მოიპოვება მასალები, საქართველო იყო მეოთხე სახელმწიფო ამერიკის შეერთებული შტატების, საბჭოთა კავშირის და იაპონიის შემდეგ, რომელმაც შეძლო ორბიტაზე გაეყვანა დიდი ნაგებობა, გასაშლელი სისტემა. და უნდა გითხრათ, რომ დღესაც ევროპულ კოსმოსურ სააგენტოს დღემდე არ მიუღწევია ამ რეკორდისათვის. ამას ბევრი წინაპირობა ჰქონდა და ისევე იმ ევროპული კოსმოსური სააგენტოს და ოფიციალური სტატიების მასალებში ნაჩვენებია ის, რომ საქართველო იყო პირველი, რომელმაც შეეძლო, ასე ვთქვათ, შეექმნა რგოლური გასაშლელი სისტემები. დღეს კოსმონავტიკაში ამერიკის შეერთებული შტატები ევროპაში ძირითადად იყენებენ რგოლურ სისტემებს. და ეს პირველად შეიქმნა საქართველოში 80-იან წლებში სამხედრო კოსმოსური პროგრამებისათვის. ჩვენ მუშაობდით სტრატეგიული ბალისტიკური რაკეტების აღმოჩენის კოსმოსურ სისტემებზე და აი ამ თემატიკასთან დაკავშირებით ჩვენ მაშინაც დავამზადეთ 30 მეტრიანი გასაშლელი რეფლექტორი საგურამოში, სასტენდო კომპლექსში და დღესაც ამაზეც არის მითითება ევროპულ კოსმოსური სააგენტოს დოკუმენტებში, რომ ერთადერთი შემთხვევა, რომ საქართველოს შეძლო 30 მეტრიანი გასაშლელი რეფლექტორის გაკეთება და დღესაც ნებისმიერი სახელმწიფოსთვის მიუღწეველია ასეთი შედეგის მიღწევა. უფრო მეტიც, ქართულმა კოსმოსურმა ტექნოლოგიების სკოლამ არა მარტო გასაშლელი პანტოგრაფული რგოლების სისტემები შექმნა, არამედ შექმნა თვითონ სტრუქტურული სქემები, თვითონ აი ამ რგოლების ნაირსახეობისა. და ესეც დღესაც ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატების ბევრი ნაკეთობა ანალოგიურად აი ამ სქემებში ზის. ნიშანდობლივია ისიც, რომ 2000 წელს კემბრიჯში გამართულ დიდ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე ლოგოთ აღებული იქნა პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი. ანალოგიურად თუ პირველ ქართულ კოსმოსურ ობიექტს შევაფასებთ, მართალია ამ ობიექტს საქართველოსთვის უფრო მეტი ისტორიული დატვირთვა ჰქონდა, ვიდრე სამეცნიერო. გავაძლევი და არავინ აღარ მოიკითხავს, რა სამეცნიერო პროდუქცია იყო ეს. იტყვია, რომ საქართველოს აი ამ წელს პირველად გავიდა კოსმოსში. ჩვენ რეგიონში ვიყავით პირველი, რომელმაც ორბიტაზე გავიტანეთ აი ასეთი ნაგებობა. მაგრამ მიუხედავად ასეთი დიდი ისტორიული მნიშვნელობისა, მას დღესაც საერთაშორისო არენაზე შენარჩუნებული აქვს მოწინავე სამეცნიერო მნიშვნელობა. მუშაობდით Daimler-Benz Aerospace-თან, Alenia Spacios-თან, ევროპულ კოსმოსურ სააგენტოსთან, მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან. ეხლა სამუშაოებს ვაწარმოებთ ამერიკულ კომპანიასთან და უნდა ითქვას, რომ აქ შევქმნი სპეციალურად მისი აგების კომპლექსი, კონსტრუქცია აიგო, გადავგზავნეთ და დღეს პოლონეთში ცდიან მას წინა საფრენოსნო გამოცდებზე. აი ამ დღეებში სწორედ მიმდინარეობს მისი გამოცდები. ესეც ქართული სკოლის დიდი მიღწევაა. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ არა მარტო კოსმოსურ კონსტრუქციებზე მუშაობდით და ვმუშაობთ. ამ წლების განმავლობაში მე როგორც სამხედრო მეცნიერებათა დოქტორს, მიუხედავად იმისა, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი ვარ, მე ასევე მქონდა მაქვს მეორე ხარისხი. მე არ მქონდა უფლება საქართველოსთვის არ შემექმნა პირობა იმისა, რომ სამხედრო საინჟინრო დარგის სამეცნიერო ტექნიკური მიმართულება არ განვითარებულიყო. ამ მხრივ ჯერ იყო შეიქმნა სამხედრო საინჟინრო აკადემია.
შემდეგ შევისწავლეთ კონიუნქტურა ევროპული განათლების და უმჯობესი გამოდგა რომ დოქტორანტურა გაგვეკეთებია და პირველად ავამოქმედე კურსი სამხედრო საინჟინრო დარგში, სამხედრო მეცნიერების დარგში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დოქტორანტურის სპეციალობით, მესამე საფეხურის სწავლება და ჩვენთან გაიზარდა 20-მდე სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი. გამოვეცი სამხედრო ჟურნალი, სამხედრო თეორია საქართველოს, რომელიც დააფუძნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ, ეროვნულმა აკადემიამ და მე ვარ აი ამ ჟურნალის რედაქტორი. გარდა ამისა, რაც უმთავრესია, გარდა თეორიული სამუშაოებისა, შევქმნით სამხედრო ხიდები. აი ამ ხრივ ნიშანდობლივია 36 მეტრიანი სწრაფად ასაგები ექსტრემალური სიტუაციებისათვის განკუთვნილი ხიდი. ეს ხიდი გამოიყენებოდა როგორც თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მანევრებში და სწავლებებში, ასევე მან დიდი როლი ითამაშა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაში. აი ერთი შემთხვევა მაგალითად, როდესაც დოლვილებისთვის როდესაც რუსეთ-საქართველოს ომი იყო, მაშინ დაიწყო მშენებლობები მათთვის. არა, აი აქვე ქართლში, მდინარე მტკვარზე გაიდო ჩვენი ხიდი, რომელმაც შეძლო მშენებლობისთვის 60 კილომეტრით შემოეკლებინა გზა და ეს ძალიან დიდი მნიშვნელობის იყო. მაშინ აი ამ ხიდმა იქ 4 თვე იმუშავა, ეს რეკორდია ყველა გასაშლელი ხიდისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ამ ხრივ შევქმნი სრულიად განსხვავებული სისტემა და ამერიკული კომპანიის დამფუძნებელთან და პრეზიდენტთან მაქს პალიაკოვთან ერთად გაოფორმე ახალი პატენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში და აი ეს კონსტრუქცია უკვე დღეს შემოდის მოხმარებაში მთელ მსოფლიოში. მნიშვნელოვანია, რომ ბოლო წელიწადში ქართულმა კოსმოსურმა ტექნოლოგიების სკოლამ მიიღო 6 ამერიკული პატენტი, 4 ევროპული პატენტი და 1 პატენტი გაიყიდა. ეს უწყობს ხელს იმას, რომ ჩვენ ყოველთვის ვართ იმ პოზიციაზე, რომ ახალი შევთავაზოთ მსოფლიოს. ანალოგიურია ხიდებშიც. დღეს ჩვენ მუშაობთ ახალი გასაშლელი ხიდის შექმნაზე. არა მარტო სამხედროებისათვის, არამედ სამოქალაქო ექსტრემალური დანიშნულებისათვის. და კიდევ ერთი. მთელი ჩემი მოღვაწეობის მანძილზე მე მქონდა საშუალება, რომ დამეყენებია საქართველოს წინაშე, რომ მას შეექმნა თავისი სატელეკომუნიკაციო თანამგზავრი. სატელეკომუნიკაციო თანამგზავრი უკვე ეს არ არის რაღაც ახალი სამეცნიერო გარღვევა, ეს ჩვეულებრივი პროდუქციაა, მაგრამ საქართველოს თავისი ჭირდება. ჭირდება იმისათვის, რომ არა მარტო საკომუნიკაციო სუფთა სამოქალაქო მიზნებისთვის კონდეს, არამედ გარკვეული სამხედრო მნიშვნელობას, მაგალითად რა მოფრინავს, რა ობიექტი მოდის საქართველოსკენ, რა ხდება ჩვენს ირგვლივ და რაც თავარი აქ ხდება თვითონ ექსტრემალური სიტუაციები. გახსოვთ ხანძარი ბორჯომში. ჩვენ მეგობრები მართალია გვაწვდიდნენ ფოტოებს კოსმოსური გადაღებისას, მაგრამ გვაწვდიდნენ მეორე, მესამე დღეს ეს წარმოუდგენელია. ოპერატიულ რეჟიმშია საჭირო მართვა აი ასეთი სიტუაციების. ამ წლებში შედეგად ჩამოყალიბდა ქართული სამეცნიერო ტექნიკური სკოლა კოსმოსური კონსტრუქციების, ჩამოყალიბდა სამეცნიერო ტექნიკური სკოლა სამხედრო საინჟინრო დარგის, ბევრი შრომებია ინსტიტუტში გამოქვეყნებული. პირადად შემანგარისია 370 შრომა, წიგნი, მონოგრაფია, ლექსიკონი, სახელმძღვანელო და პატენტები. ზოგს გრიფი სრულიად საიდუმლოა, ზოგი ღია ლიტერატურისთვის საჭიროა. და ბოლოს შევაჯამებ ქართული კოსმოსური სკოლის საქმიანობას და ვიტყვი, რომ საქართველოს არა მარტო საქართველოში შეძლო კოსმოსური ობიექტის გაშვება, არამედ 15 ქვეყანაში მონაწილეობდა კოსმოსურ პროგრამებში. შექმნა კონსტრუქციები, რომელთა ნაწილი არის კოსმოსურ ორბიტებზე. დღეს ეს ღია ლიტერატურაში არის აღნიშნული. ასე რომ ადამიანი, რომელიც კოსმოსურ ტექნიკას ემსახურება, ჯერჯერობით ასეა, რომ ერთ კონსტრუქციასაც რო გაიტანს და ერთი კონსტრუქციის დეტალს რო გაიტანს კოსმოსში, იმითაც ბედნიერია. ჩვენ ქართველებს მოგვეცა საშუალება არა მარტო შეგვექმნა პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი, არამედ საერთაშორისო არენაზე მონაწილე ყოფილიყავით იმ კოსმოსური პროგრამებისა, რომლებიც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს კოსმოსური დარგის ათვისებაში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ არა მარტო წამოწია საკითხი პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის სკულპტურის შექმნისა, არამედ პრინციპულად მოითხოვა, რომ ის დადგმულიყო სწორედ აი ამ ადგილას, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის წინ. და ამას ჰქონდა გამართლება იმიტომ, რომ არა მარტო გამრევლთათვის, არამედ სტუდენტები, რომლებიც აქ არიან,
ისინი ხშირად ხვდებიან აი ამ სკულპტურას და ყოველთვის ახსენდებათ, რომ ის შექმნილია საქართველოში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. სკულპტურები და მონუმენტალური სახის ცვლილებები ძალიან ბევრად არის დატვირთული ჩვენი საქმიანობა. თუნდაც დავიწყოთ იმით, რომ საგურამოს სასტენდო კომპლექსი, რომელიც უნიკალური იყო მსოფლიოში, მის შექმნაში მონაწილეობდა არა მარტო ტექნიკური უნივერსიტეტი, მთელი საქართველოს მრეწველობა, თბილისის საავიაციო გაერთიანება, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, რომელიც დღესაც ასე თქვა ავანგარდშია და თავის მუზეუმში წარმოადგინა ეს მასალები. ბატონ დროინ მეტრეველისაგან, აკადემიის პრეზიდენტისაგან, რომელიც ხაზგასმით აღნიშნავს საიუბილეო გამოცემებში პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის როლს. მის მშენებლობაში სულიად ახალგაზრდებმა დავიწყე მე, მერაბ ადეიშვილმა, მიხეილ ჯანიკაშვილმა და შემდეგ შემოგვერთა დიდი გუნდი. მერაბ ადეიშვილი თქვენიცით იყო პირველი ქართული კოსმონავტობის კანდიდატი და რომელმაც სწავლება დაიწყო უკვე. და შემდეგ გახდა ძალიან დიდი გუნდი, რომელმაც შექმნა საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტი. ბატონ დავით გურგენიძემ ამ ბოლოს დააწესა ესე პრემია და მისი გადაწყვეტილებით და საბჭოს გადაწყვეტილებით მას ეწოდა პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის სახელობის პრემია. ასე რომ პრემიები და სიმბოლოები ირგვლივ ძალიან ბევრია. აი ეს სკულპტურა მაინც დააფიქსირა ყველა ის მომენტები, რაც ისტორიულად უკავშირდება პირველ ქართულ კოსმოსურ ობიექტს. ამდენად არის ღირებული და მნიშვნელოვანი ჩემთვის, საქართველოსთვის და ქართული ხალხისათვის. ტურისტებისაც ხვალშეობს, რომ ძალიან ხშირად იკრიბებიან აქ და მე ესე წავსრები ვარ, შეუკეთხიათ რაღაცეები და ასე ვთქვათ, ის მოქმედებს და მუშაობს. როდესაც ადამიანი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მუშაობს და მისი შრომები მოიცავს როგორც თეორიულ დარგს, ასევე ექსპერიმენტალს და რასთავარია სამეცნიერო ტექნიკურს და საშუალება აქვს მას თავისი ნაკეთობა როგორც კოსმოსში წარმოაჩინოს, ასევე დედამიწაზე, ასეთი ადამიანი ყოველთვის პერსპექტივას ხედავს. მიუხედავად იმისა, რომ დგება გარკვეული ზღვარი, როდესაც ადამიანის ცნობიერებაში, აზროვნებაში ქრება რომანტიზმის და სამუდამო კეთების, ასე ვთქვათ, ცნება. და მიუხედავად იმისა, წინ რაც არ უნდა საინტერესო სამუშაოები კონდეს, აი ეს ცნება უკვე გადის მეორე რიგში, მაგრამ რჩება თვითონ ცოდნა, გამოცდილება, შემოქმედება და რაც თავარია სურვილი, იმისა, რომ გააკეთო საუკეთესო საქმე. მე ამას ვაკეთებ, რაც შემიძლია და როგორც შემიძლია ეს. აი ასეთი ვარსკვლავური და კოსმოსური სტუმარით მინდოდა ჩვენი ეს ბოლო გადაცემა ნამდვილად ვარსკვლავური და აი ეს მინდოდა რომ რაღაც დამეგვირგვინებინათ ან კიდევ ერთხელ ვამბობ ხვალ ქართული პირველი კოსმოსური ობიექტის დღეა. ყავდნენ სტუმრები, ვილაპარაკეთ ბევრ პროექტებზე. სხვადასხვა აღმოჩნდა რომ მიმდევრები გაგვიჩნდა, ანუ ახლა ძალიან დიდი გამოხმაურება ქონდა ამ ჩვენი ასაკის სიუჟეტებს, იმიტომ რომ რაღაც გაჩნდნენ პროექტებს დაინტერესებული ადამიანები, ის ადამიანები საერთოდ არ იცოდნენ რომ ასეთი აქტივობები იყო სხვადასხვა ადგილას, ასე რომ მადლობა ყველას. ნამდვილად ძალიან დიდი მადლობა. ვინც გვისმენდა და გვიყურებდა და ერთი ძალიან კარგი ამბით მინდა რომ დავასრულო და ასე დავიწყებ ალბათ სექტემბრის სეზონს, ეს იქნება საქმე 60+, რომელიც იქნება ასეთი იდეით რომ ისწავლეს, შექმენი და გამოიმუშავე. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დეიდა ნატოს აკადემია, 60+-ების სხვადასხვა ორგანიზაციები და საერთოდ ის ადამიანები, რომელსაც შეიძლებათ რომ ხელით შექმნან მნიშვნელოვანი, არც ისე რთული, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი პატარ-პატარა სუვენირები, კერამიკა, ქაღალდზე იმუშაონ, ყველაფრის დეტალს მოგეყვებით
შევხვდებით კარგი ამბებით და ასე დავიწყებთ სწორედ ახალ სეზონს. ასე რომ აუცილებლად ვიყურებდა და ჩვენი გულშემატკივარია. და აუცილებლად რა თქმა უნდა სექტემბრიდან კვლავ გეყოლებათ ჩვენი მაყურებელი, იმიტომ რომ ჩვენი მაყურებელი სწორედ ძირითადად 60+ მაყურებელია, ვისთვისაც ძირითადად ჩვენ ვმუშაობთ და ქალბატონი მარიკას რუბრიკაც არის განსაკუთრებით საინტერესო სწორედ ამ თაობის მაყურებლისთვის. ისეთი კარგი რამ დაგვიანონსა ქალბატონმა მარიკამ დღეს ჩვენ რომ ვფიქრობ ძალიან დიდი ასე ვთქვათ სურვილით ჩაერთვება ყველა სწორედ იმის გაგებაში თუ როგორ უნდა გამოვიმუშაოთ ამას საკშით ჩვენი შრომით და სწავლით თუ ეს და ამ გვჭირდება. რუბრიკამ რა გააკეთა მთელი წლის მანძილზე ადამიანებს დაუკარგა შიში. რა თქმა ასაკის უნდა, რა თქმა უნდა, უახლოების ეს არის ყველაზე მთავარი, რითაც ჩვენ აქ ვმუშაობთ და რითაც მარიკა არის ყოველ 4 შაბათს ჩვენთან ერთად თავის სტუმრებთან ერთად. ჩვენ ახლა მარიკას ვემშვიდობებით და